ქართულ სპეციალისტთა ოფიციალური ვიზიტი ტაო-კლარჯეთში დასრულდა. სამუშაო პროცესებზე დაკვირვების შედეგები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ და დელეგაციის სხვა წევრებმა მედიის წარმომადგენლებს გააცნეს. მარინე მიზანდარის განცხადებით ჯგუფი ტაო-კლარჯეთში 18 და 19 ივლისი იმყოფებოდა. მისივე განმარტებით ვიზიტს წინ ხანგრძლივი მოსამზადებელი სამუშაოები უძღოდა. როგორც შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, ქართული მხარის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია. კერძოდ დამუშავებულია ძეგლების საინჟინრო კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი და თურქი სპეციალისტების მიერ იატაკის დამცავი ფენაც გაუმჯობესდა. იშხნის სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოები მხოლოდ პროფესიონალი არქეოლოგების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ქართველი სპეციალისტების განცხადებით ტაძრის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე ახლად აღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავებაც განხორციელდა. რაც შეეხება ოშკის სამონასტრო კომპლექსს, ქართული მხარის რეკომენდაციის შედეგად თურქმა სპეციალისტებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პროექტი 2013 წლის დეკემბრამდე გაგრძელდეს. 2013 წლის 19 ივლისის ვიზიტისას ქართველმა სპეციალისტებმა ადგილზე კიდევ ერთხელ მოინახულეს არსებული ვითარება, გააცნეს არსებულ ვითარებას. თურქ კოლეგებს გააცნეს მეთოდური და ტექნიკური ტიპის მითითებები და რეკომენდაციები, რომლებიც მოგვიანებით ოფიციალური სახით გადაეგზავნება თურქეთის მხარეს უკვე დიპლომატიური არხით. ვიზიტის შედეგად შედგა შეთანხმება, რომ იშხნის დასავლეთ მკლავის ჩრდილოეთის მინაშენზე განხორციელდება ახლად აღდგენილი საპირე წყობის სათანადო დამუშავება, რაც არსებულ მდგომარეობას გარკვეულწილად გამოასწორებს. ის დეკორატიული იატაკი, რომელიც იქ აღმოჩნდა და რომელსაც ჰქონდა ძალიან მცირე საფარი, დამცავი საფარი და რომელიც ძალიან ცნობიერია მექანიკური დაზიანების მიმართ, დაცული იქნა, თქვათ, იგივე ინერტული მასალის დამატებითი ფენის მოწყობით და დღეს ჩვენ იქ თავისუფლად დავდივართ და არ გვეშინია, რომ რამე იატაკს დავაზიანებთ. ეს ხარაჯები, რომლებიც აგებული იყო დასავლეთის მკლავში და რომლებიც გარკვეულად ედებოდა ფერწერას და საფრთხეს შეუქმნიდა თქვათ ფერწერის სამოშლას ან დაზიანებას, ის დაიშალა და ახლიდან აღდგა ისე, რომ დაცულია ინტერვალი და დატანებული აქვს ესე იგი შემაგბილებელი მასალა ქეჩის სახით. ეს გარკვეულად უზრუნველყოფს ამ იზოლაციას კედელსა და ხარაჯებს შორის. ეს აუცილებელი ელემენტია. ასკერად ვიცით ის, რომ გაწმენდის სამუშაოების დროს სისტემატურად ზედამხედველობას უწევდა პროფესიონალი არქეოლოგი. დავინახეთ, რომ მუშაობენ კარგი მასალით, ტრადიციული მასალით, ძვირადღირებული და კარგი მასალით. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რესტავრაციაში.